რომელიც ერთი შეხედვით ამაზე მნიშვნელოვანი რა უნდა იყოს, ხო, არის უგულებელყოფილი დღეს სახელმწიფოს მიერ და ბავშვები, რომლებიც და მათი მშობლები, რომლებიც იბრძვიან საკუთარი ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის, არიან დღეს წამლის გარეშე. იმ წამლის გარეშე, რომელიც აუცილებლად გაუხანგრძლივებდა სიცოცხლეს, გაუმჯობესებდა ჯანმრთელობის მდგომარეობას, ხო? ეს არის ძალიან ფუნდამენტური, ესე ვთქვათ, საჭიროება, მოთხოვნილება, რომელიც შეიძლება ჰქონდეს ადამიანს და ბავშვს. და რა თქმა უნდა, ძალიან ცინიკურია ამ დღეს, რომ კონცერტებით და რაღაცა საჩუქრების გადაცემით აღნიშნავენ ხოლმე ბავშვთა დაცვის დღეს და რა თქმა უნდა ეკოლოგიური მდგომარეობა ასევე არის სახელმწიფოს ვალდებულება ზუსტად სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების დაცვის კუთხით, რომ მაქსიმალურად ჯანსაღ გარემოში იცხოვრონ ბავშვებმა. ბატონ გიორგი, რამე გაკეთდა სასიკეთო? საუბრობთ სულ იმ მიმართულებებზე, რა გაუარეს და რა წავიდა უარესობისკენ, რა დამძიმდა, სტატისტიკა როგორ გართულდა, მაგრამ არ ვიცი რამე გარდამართლა კონცერტისა და რაღაცა გართობისა, ესეც ძალიან კარგია, მაგრამ შეუქმენი ჯერ მიეციის უფლებები, რაც მას აქვს და მე შესთავაზე ეს კონცერტი და გართობა. ხო, რა შეიძლება გამოვყოთ, რომ მეტნაკლებად გადაიდგა ბოლო წლების მანძილზე ისეთი ნაბიჯი, რაც შეიძლება ბავშვებისთვის სასიკეთო ყოფილიყო. სკოლის ფორმების გარდა. რთულია. ქვეყანაში, სადაც რჩება შტაბ-ბიჭდილება, რომ არ უყვარს ბავშვი სახელმწიფოს. თორე, ნუ აი, ლენინს უყვარს ბავშვები, მაგრამ ბავშვებს უყვარს. ხო, ნუ ახლა ძალიან მარტივი ის არის, ანუ სიცოცხლის გადარჩენა არის შესაძლებელი. ერთი შანსიც მნიშვნელოვანია და ამას სჭირდება წლები და ბოლოს უკვე თვეობით აქცია, რომ რაღაცა ნაბიჯები გადაიდგას. ამ სიტუაციაში, ხო? ანუ ის რაც გაკეთდა, რომ საუბრობთ, ხო, რა შეიძლება ვთქვათ? ვთქვათ, რომ აი უფრო ინფრასტრუქტურულად შეღებილი ან ლამაზად გაფორმებული ან რაღაც შეღებილი კედლებივი და ასე შემდეგ გვაქვს დაუშვათ სკოლაში ახალი ფანჯრებია. პირობითად ვიძახი, ან საბავშვო ბაღია უკეთესად შეღებილი, ან აი ის რაც იყო ლაპარაკი, ან იცმებათ აგერ დაუშვათ რაღაცა ფორმები და დავინახავთ, რომ ეს ბავშვები ქუჩაში დადიან, მაგრამ იმ ქუჩაში, სადაც უნდკავენ ჰაერს, რომელიც დაბინძურებულია, შეიძლება სკვერებს უკეთებენ, მაგრამ ეს სკვერები ვიღაცა მოგვტინებელი შეიძლება. ამიტომ როცა ძალადობის ეს პატარა ჩართვას გავაკეთებთ, შეიძლება თქვენ საუბარში, რომ სანამ კედელს შევღებავთ და ამას გავაკეთებთ, მანამდე სამ ისევ კი ვიტას გეორგიკას მონაცემს ვაკეთობდი, რა თქმა უნდა, სამ სისტემას გეტყვით, რომელიც ბავშვებს არ აქვთ. ეს არის ბავშვთა მიმართ ძალადობის ერთიანი უწყებათა შორის სტატისტიკური სისტემა, მეორე ეს არის სრულყოფილი მონაცემები ძალადობის რეალური მასშტაბისა და უწყებების რეაგირების შედეგების შესახებ. ამ ინფორმაციას არავინ არ აგროვებს და ჩვენც არ გვაქვს და ასევე უწყებებს შორის მონაცემთა გაცვლა და კოორდინაცია კვლავ რჩება გამოწვევად. ხო, ანუ სანამ კედლებამდე მივა, მანამდე არის სისტემური რეფორმები გასატარებელი იმისთვის, რომ ბავშვები ძალადობისგან და სხვა ტიპის ძალადობისგან დავიცვათ. ზუსტად ამას სჭირდება ის, რომ გიყვარდეს ბავშვი, ზრუნავდე მასზე და გესმოდეს მისი საჭიროებები. ამას სჭირდება დაფიქრება, ამას სჭირდება დაგეგმვა და შესაბამისად გადადგმა ნაბიჯების, რომელიც შეიძლება და ამ წუთიაში ერთ წელიწადში თუ ერთ თვეში არ გაძლევდეს, თქვათ, დასანახდა თვალში საცემ შედეგს, მაგრამ შეცვალო ტენდენცია და განვითარებისკენ წახვიდე, ხო? რა თქმა უნდა, ახლა ერთ წელიწადში არ შეიცვლება და პიზაზე, ასე ვთქვათ, უკეთეს შედეგებს ვერ დადებ, მაგრამ 5 წელიწადში თუ არ გაუარესდება ამ განათლების რეფორმის ზუსტად, ანუ შედეგად ქვემოთკენ, ანუ იდება ხო რაღაცა, თანხები იდება, ის ხო მაგალითად ეს იყო, რა ქვია, თუ შევადარებთ პირობითად 2009 წელს სკოლამდელი განათლებაში ჩართული იყო 42% ბავშვების, ეხლა ეს არის 70%, მაგრამ 10-დან 3 ბავშვი ისევ არ დადის საბავშვო ბაღში, ხო? კარგი, გადავდოთ, არის გაუმჯობესება, მაგრამ აგერ მე ეს ბავშვები მიდიან და ვეღარ იდება ეს შედეგები. ესე იგი, მარტო
შენობა მარტო რაღაცა კედელი არ არის საკმარისი და ამ დროს უყურებთ ძალადობას მათ შორის არ დადიან საბავშვო ბაღში ცალკე აღსანიშნავია კიდევ ეთნიკური უმცირესობების ჯგუფი, სადაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს არ აქვს დასრულებული მიღებული არ აქვს საერთოდ საშუალო განათლება, ეს არის 18% და ბავშვების 51% არ დადის საბავშვო ბაღში, ხო, აი უმცირესობებზეც ეკა ბოდიში ვიცი რომ კითხავს ვავდი, მაგრამ უმცირესობებს რახან შევეხეთ, მინდა რომ ამ ნაწილზეც ვისაუბროთ, ეთნიკური უმცირესობები და შშმ პირები და მათთვის ხელმისაწვდომობა. მე შესავალში ვახსენე LGBTQI ადამიანები და არასრულწლოვნები, თინეიჯერები, თუმცა ამაზე საუბარ საერთოდ გრძალავს სახელმწიფო და სწორედ ამიტომ გავაკეთე კორელაცია თვითმკვლელობის სტატისტიკასთან, იმიტომ რომ ადამიანებს როცა არ იმჩნევ, მოწყვლად ასაკში განსაკუთრებით რთულია, ხო, ამის მიღება, თუმცა ეთნიკური უმცირესობების ნაწილზე და შშმ პირებზე რა შეგვიძლია ვთქვათ, რატომ არის ასეთი საგანგაშო კონკრეტულად ამ მიმართულებით დამატებით სტატისტიკა. კი ბატონო, ეთნიკური უმცირესობების ჯგუფებით დასახლებულ რეგიონებში განსაკუთრებით მწვავე არის ეს სიტუაცია, მე ვგულისხმობ ბაღებზე ხელმისაწვდომობის სიტუაციას, ეს გრძელდება წლების განმავლობაში, ამას თავისი წინაპირობები ჰქონდა წარსულში, თუმცა აი ეს ის სფეროა, რომელიც წლების განმავლობაში ვიცით, ზედაპირზეა, მაგრამ არ გამოსწორებულა. და რატომ არის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ამ რეგიონებში? ეს არის იმიტომ, რომ ბავშვები ადრეული ასაკიდან ვერ სწავლობენ სახელმწიფო ენას. და ამ დროს ადრეული ასაკი არის ზუსტად ის კრიტიკული ასაკი, როდესაც ყველაზე ნაკლები რესურსით და ძალისხმევით შეიძლება მივაღწიოთ იმას, რომ სახელმწიფო ენა ისწავლოს ბავშვმა, რომლის მშობლიური ენა არ არის ქართული. მეორე მხარე თქვენი კითხეთ შშმ პირები, ისევ ადრეულ ასაკზე გავაკეთებ აქცენტს, მაგალითად ადრეული მომსახურების პროგრამებში მომლოდინეთა სია არის 503 ბავშვი ადრეული ასაკი. სერვის ცენტრებიც მხოლოდ მსხვილ ქალაქებშია, ესეც ათქმით. დიახ, რეგიონებში ეს არის სერვისის ძალიან მწვავე დეფიციტი, უწევთ რეგიონებიდან თბილისში ან სხვა რაიონულ ცენტრში გადაადგილება. პრინციპში ეს სამი არის ცენტრი. დიახ, ახალციხეშიც არის ისე ერთეულ ქალაქებში, თუმცა ესეც მცირეა. და რატომ ვამახვილებ ისევ ადრეულ ასაკზე ყურადღებას? იმიტომ რომ ზუსტად ისევ ადრეული ასაკი არის ის ასაკი, როდესაც სწორი ინტერვენციის შემთხვევაში შესაძლებელია, რომ სამომავლოდ ძალიან ბევრ გამოწვევას აარიდონ ბავშვებმა თავი. უფრო მეტად ადაპტირებული იყვნენ გარემოსთან, უფრო მეტი უნარები გამოუმუშავდეთ და ასე შემდეგ. რამდენიმე წუთი რჩება და ამ თემას აუცილებლად უნდა შევეხოთ. რა აჩვენა თუნდაც არასრულწლოვანთა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის გამკაცრებამ, რომ 10-14 წლის ასაკის ბავშვებისთვის კანონთან კონფლიქტში ყოფი არასრულწლოვნებისთვის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლის შექმნის იდეა. ხო, აი, რას მისცემ, ანუ ყველაფერი რაც კეთდება, რანაბიჯ სიდგმება, მიმართულია იმისკენ, რომ კიდევ უფრო დაამძიმოს ბავშვების უფლებები და კიდევ უფრო რთულები. ნაცვლად იმისა, რომ რაც არის მსოფლიო პრაქტიკები, რომ უფრო შედეგზე ორიენტირებული მიმართულება, რომ ბავშვებისთვის რაღაც რთული პერიოდის გადატანა უფრო კარგი შედეგის მომტანი იყოს, რას ვიღებთ ამის სანაცვლოდ, ასეთი ნაბიჯები. პრევენცია ყოველთვის არის რთული. პრევენციას მეტი ძალისხმევა ჭირდება, მეტი მუშაობა ჭირდება, მეტი ფული ჭირდება, ვიდრე ის, რომ დასაჯო, ხო, ვიდრე ის, რომ დასაჯო. დასჯა ადვილია, დაჭერა, ასე ვთქვათ, გამომწყდება და ეს ძალიან მარტივია. იზოლაცია უფრო მარტივია. არ მოგწონს? ჩაკეტო. არც აგვარებს. არ აგვარებს, პირიქით შედეგს იწვევს. უარეს შედეგს იწვევს. პრევენცია კიდევ უკეთესია და სიტუაცია დავინახოთ, ეხლა ამ წუთას რა უნდა დავინახოთ, მაგრამ ამის უარყოფით შედეგებს კიდე დავინახოთ წინ, იმიტომ რომ უნდა გადაიდგას ნაბიჯი, არსებობს ესეთი მცნება ბავშვის საუკეთესო ინტერესი, ხო? ეს რას ნიშნავს, რომ უნდა ეცადო, გაიგო და გააკეთო ისე, რომ მას კონდეს მაქსიმალურად განვითარების შესაძლებლობები, შექმნა რაც შეიძლება უკეთესი გარემო. ამის მაგივრად შენ თუ გინდა, რომ ხელს მიშლი და გამოგკეტავ, ეს არ არის საერთოდ განვითარებაზე ორიენტირებული, არაც თუ სახელმწიფო მთლიანად საზოგადოებაც რა. ამას ვერ ექნება კარგი შედეგი. დიდი მადლობა.
ძიმია ყველაფერზე საუბარი, მაგრამ ჩვენი რეალობაა და ალბათ ამ კიდევ ვერ მოვიცავით, კიდევ უამრავი პრობლემა დარჩა, რასაც ვერ შევეხეთ დროიდან გამომდინარე, მაგრამ მართლა ერთმანეთზე მძიმე და მძიმე შედეგების მომტანია მსგავსი ნაბიჯები და სამწუხაროდ რეალობას და ციფრებს ვიღებთ იმას, რაზეც თავიდანვე ისაუბრა ლევანმა. არ მოგწონს ეს ყველაფერი, მაგრამ სამწუხაროდ გადაჭრის გზებს ეს ხელისუფლება აგვთავაზობს და არც აქვს სურვილი რომ შემოგთავაზოს. თავებიშტობებით ჩვენ სტუმრებს ბავშვების უფლებებზე საუბარს გავაგრძელებთ ჩვენ უკვე გოგა ხატიაშვილთან ერთადაც რეკლამის შემდეგ რამდენიმე წუთში დავუბრუნდებით. დროებით. გადაცემას წარმოგიდგენთ Coca-Cola. სოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სასტუმრო ბრენდთან, Planet Hollywood-თან ხელშეკრულება გაფორმდა. Planet Hollywood უკვე თბილისშია. დღეს თქვენ გაქვთ შესაძლებლობა გახდეთ Planet Hollywood-ის ნომრის მესაკუთრე Central Park Tower-ში. გაყიდვები დაიწყო, მხოლოდ პირველი 100 ნომრის ფარგლებში თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ Planet Hollywood-ის სასტუმრო ნომერი 150,000-ად და ყოველწლიურად მიიღოთ მოგება 35,000. Planet Hollywood-თან გაფორმებული 40 წლიანი გარანტირებული კონტრაქტით. დაგვიკავშირდით 3-5-იანი 31.0000 CPT-G. დამოუკიდებლობა გადაწყვეტილებაა. გადაწყვეტილება, როდესაც პირველად ამბობ. თუ სხვა არ წამიყვანა, ჩემ თვითონ დავყვებ გზას მულახიდან მისდიამდე. თუ სხვა არ მასწავლა, ჩემ თვითონ ვისწავლე ინგლისურს და ჩემ თვითონ მოვყვები ყველა საქართველოს ისტორიას. იმ საქართველოსი, რომელშიც ერთ დღეს ყველამ ერთხმად თქვა და გადაწყვიტა. დიახ, ჩვენ თვითონ. დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა. წარმოგიდგენთ McMills. მხოლოდ 14 ლარა და 95 თეთრად. აირჩიე ჩიზბურგერის, ჰამბურგერის ან მინი ჩიქენის McMenu. მიიღე კეჩუპი და დაამატე ბურგერი. ნაკინი ან 6 წალი ჩიქენ მაგნაგეტსი. შეუკვეთე სასურველი McMilli და დაზოგე კიდევ უფრო მეტი. მაკი ყოველთვის ღირს. ნინიკოს ყველაფერი თავისი სჭირდება და რა თქმა უნდა თავისი დასახელსებელი. აგუშა 100%-ით ნატურალური საბავშვო კვება. გებრიელი შაქრისა და კონსერვანტების გარეშე. აგუშა, სადაც ბედნიერება იწყება. რა მაგარი თამაშია. აი მესმის სკოლი. ემოციები პიკს აღწევს. განსხვავებული საუბრები ისტორიაზე. ლეგენდა თუ რეალობა? ლიტერატურაზე. აუცილებელია ჭორები კავკაზე. ხელოვნებაზე. მე და შენ ამას შეიძლება მოგვიძეს კამარ. საზოგადოებაზე. ადამიანი შეიძლება გაანადგურო, მაგრამ ვერ დაამარცხო. ამბებზე და მოვლენებზე. შენ ჩემს გარშე არავინ არ ახარ. ეს არის მისმინეს მრავალფეროვანი პოდკასტების სერია. იტუშკა, როგორც ვიცით, დაცული სახეობაა, რომელიც შეტანილია დაუსჯელობის წითელ წიგნში. სპეციალურად ფორმულას მაყურებლისთვის. აი მეორე დღეს შევიდნენ ნუსახში. მისმინეს პოდკასტები. ფორმულაზე. ხუთშაბათს 22 საათზე. კეთი დევდარიანი, ლაშა ბუღაძე, სესილი ბოჭოიძე. დაკარგული დრო. გადაცემას წარმოგიდგენთ წყალი მთის. ავტომედია პროდაქშენი წარმოგიდგენთ. ავტომოყვარულებისთვის და არა მარტო მათთვის. ავტობილდ საქართველო ფორმულას ეთერში. გერმანული ბრენდის ლიცენზირებული ქართული პროექტი. ყველაფერი ავტომობილების შესახებ. ტესტ-დრაივები. ახალი მოდელები. საინტერესო ადამიანები და დიდი თავგადასავლები. ყოველ 4 შაბათს ღამის ეთერში. არ გამოტოვოთ. ჯერ მართავ, მერე ლაპარაკობთ. გადაცემის სპონსორია Vigo, ახალი ავტოგასამართი სადგურების ქსელი საქართველოში.
4 განსხვავებული ხედვა. ფართო საზოგადოებისთვის გვინდა რომ მეორე რამე უფრო ნათელი გავხადოთ. ერთი საერთო სივრცე და დისკუსია. რა არის ქართველობა? რომელიც ფორმატებს არღვევს. აი ეგ არის საინტერესო. საბჭოთა წარსულიდან. გურულ სიმღერას ხედავდა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, რომ 38 იყო. თანამედროვე გამოწვევებამდე. ის თანამედროვე აღქმა ერის ნაციონალიზმის ის აღქმა, რაც ახლაც გაგოჩნია, ილია ჭავჭავაძიდან მოდის რეალურად. ტრადიციული ხელოვნებიდან. კრიტიკა თუ მოდის და სხეულის ენის თავისუფლებამდე. მე თვითონ მაქვს ნაცეკვი ხორუმი პუანტებზე. ჩვენ საუბრობთ იმაზე, რაც ქმნის კულტურას და სვლის ცნობიერებას. არავითარი კავკასიოლოგია. ქართველოლოგია იქნება ცალკე. გაიაზრე ხელოვნება ახლებურად. ჩვენ გვაქვს ისეთი ბგერები, რომელსაც ფორტეპიანოზე უბრალოდ ვერ აიღებ. ყოველ ხუთშაბათს. სანამ ხედით, მანამდე არ მოვკვდები. UG Art Podcast-ი. მაგარია რა. ძალიან მაგარია. ფორმულას ღამის ეთერში. როგორ მიყვარს გიორგი, როცა მღერი ხართ ხოლმე? უფრო ვიდრე ვლაპარაკობ, ხო? ნამდვილად უნდა გამოგიტყდე. საქართველოს გზა გასაყარზე. პირველად გადაწყვეტილებდა, როგორც მოსაბათრის კულტურული ინტეგრაცია გინდა, შეგითურმე ომი გინდა. ეს არის აბსოლუტურად კალმიმშვიდობა. ეს სისტემა ჩამოიშლება. თითქოს მიზინებული საზოგადოება ერთიანდება. ეს ყველაფერი წდება აქ, საქართველოს მოქალაქეების ხმებით. ვერც ერთი ეს მიზანი ვერ გადაიჭრება ერთობის გარეშე. პოლიტიკა და პოლიტიკის შემქმნელები. ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები და გადაწყვეტილებები, რომლებიც თქვენ გეხებათ. ჩვენი საგარეო საფრთხეები არის რუსეთი. ქართულოცება მიბმული არის რუსეთზე. ხელისუფლება გადავიდა კიდევ უფრო ღია აგრესიულ ფორმებზე. ეს არის ნებისმიერი ტოტალიტარული და ავტორიტარული სახელმწიფოს კლასიკა. ხალხი ცვლილებების მოლოდინში, ფართო რაკურსი და ღრმა ანალიზი, რომ არ დაგვტოვონ რეალობის მიღმა. საქართველოს საზოგადოება იხსვის ევროკავშირისთვის, მთავრობა კრემლის პოზიციას აჯღერებს. სანქციათა სიაში ადამიანების მოხვედრას მაგნიტსკის სანქციების ჩარჩოში ჩავსვათ. მე ვიქნები თქვენი ხმა ყველგან, სადაც თქვენი და ქვეყნის ინტერესი წდება. პოლიტიკის ფორმულა სოფო ზურაბიანთან ერთად. ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდა. გადაცემას წარმოგიდგენთ Coca-Cola. ყოველდღე დაბრუნდა პირდაპირ ეთერში. 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება, დღე, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ბავშვებზე ზრუნვა მხოლოდ სიყვარულით არ შემოიფარგლება. ეს არის პასუხისმგებლობა, დავიცვათ მათი უფლებები, ღირსება, უსაფრთხოება და შევქმნათ უკეთესი მომავალი. ყველა ბავშვს აქვს უფლება იცხოვრობს უსაფრთხო და მშვიდ გარემოში, მიიღოს ხარისხიანი განათლება, ისარგებლოს ჯანმრთელობის დაცვის სერვისებით, იყოს დაცული ძალადობისა და დისკრიმინაციისგან, თავისუფლად გამოხატოს საკუთარი